საღამომშვიდობისა, ეთერშია ხანომა, გადაცემა მათთვის, ვისაც უნდა რომ მარტოობას თავი დააღწიოს. მე ლელა ზურწუმია, ეკაკახიანა ნინო ხომერიკ ისტორია არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის მარიამ ნიქაბაძის გულის მოგება სამი კანდიდატი შეეცდება. ირაკლი თედორაძე, უმან სადიკოვი და აჩიკო გველესიანი. ამ სამმა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულმა ახალგაზრდამ იმედი საიტზე ერთი და იგივე გოგონა შეარჩია. ჩვენი გმირი კი მათ ახლა ჩვენს გადაცემაში შეხვდება. შევეგებოთ სტუდიაში საქართველოში სილამაზის კონკურსის ოფიციალურ წარმომადგენელს მარიამ ნიქაბაძს. გამარჯობათ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მე მოვიდი ჩემ დასთან ერთად კვანცა ნიქაბაძესთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა, მოგესალმებით, ნახოთ სიუჟეტი. მარიამ ნიქაბაძე, მარკეტინგის მენეჯერი. სწავლობს დოქტორანტურაზე ზოგადი მენეჯმენტის გახლით. არის სილამაზის კონკურსების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2011 წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე მის ტურიზმ პლანეტა მის პრესა გახდა. არის მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის. შეყვარებული არ ყოფილა. მამაკაცებს მოჭადრაკის თვალით უყურებს. აკვირდება და მათ სულებს აანალიზებს. ყავს მეგობრების წრე, რომლითაც ამაყობს. ბიჭთან ურთიერთობის სურვილი რომ გაუჩნდება, ჯერ გარეგნობამ უნდა მოხიბლოს. თამამია, სულს ჰყავდეს პრაქტიკული ქმარი. მოსწონს ჯანსაღი ამბიციის მქონე მამაკაცები. პოეტებს, მწერლებს და მსახიობებს ნაკლებად ენდობა. აქვს კლასიკური ჩასმის სტილი. საქორწილო კაბა პოდიუმზე იმდენჯერ ეცვა, რომ შესაძლოა ჯვარი ყოველდღიურ სამოსში დაიწეროს. სურს გახდეს მარტინის მომავალი სახე. მარტინის სულ რამოდენიმე დღეში ვაპირებ, რომ ავტვირთო ჩემი ვიდეო, ანუ შესაძლებლობა გვაქვს 25 ქვეყნის წარმომადგენელს და შესაბამისად დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ. რა თქმა უნდა, სტაბერის მონახევრია და გისურვებთ რომ გაგემართოთ. დიდი მადლობა. ვენიერე თავისუფლების მოყვარული, ჭკვიანი, ლამაზი, მეტი რა უნდა იოცნებო ეხა მამაკაცს. არ ვისურვებდი მეუღლეთ მსახიობსო და ну, რა თქმა უნდა, გამონაკლისებით შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ მათ აქვთ რაღაც თავიანთი სამყარო, რაღაც საკუთარი იდეალები, არიან ამ იდეალების ერთგულები და შეიძლება თვითონ უფრო ცხოვრების წესია ეს ვიდრე. ხო, და ამიტომ რაღაც მე მგონი, რომ ვერ ვემთხვევით ჩვენი ცხოვრების წესით ერთმანეთს. თუმცა თქვენ საკმაოდ მრავალმხრივ, ესე ვთქვათ, განვითარებული, შეიძლება ესე ითქვას, გოგონა ბრძანდებით. და თან ამბობთ, რომ მამაკაცებს მოჭადრაკის თვალით უყურებთ. ხო, ყოველთვის ყველაფერს ვთვლი. არა მარტო მამაკაცებთან დამოკიდებულების დროს. საერთოდ, აი რაღაც სიტუაცია, როდესაც არის და სერიოზულ გადაწყვეტილების მიღება მიწევს, აი ირთვება მაგ დროს გონება დიდგას, აი მე ესე, ის ისე, ესე და რაღაც. მაგრამ ფიქრობ, რომ მოდელი კაცი არ შეიძლება რომ იყოს ჭკვიანი. კაცი უნდა იყოს ყავასავით. მაგარი, ცხელი და ღამე არ უნდა გაძინებდეს. არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ზოგადად სტერეოტიპია ეგეთი, რომ მოდელი ქალი არის სულელი, რაღაც ისეთი. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ჭკვიანი ვარ.
და მოდელობასთან ახლოს შეხება მქონია საკმაოდ და საკუთარ თავს არ თვლის სულელად და ამიტომ შესაბამისად შეიძლება ეგეთი სტერეოტიპი. ცოტა მე მაინც ფიქრობ რომ ალბათ ეს პროფესია სადაც ზითად არ საუბრობენ მოდელები და ამიტომ შესაბამისად შეიძლება ვიღაცას უბრალოდ ეს შთაბეჭდილება ექნება რადგან ლამაზია. საკუთარი თეორია მაქვს ყველაფერთან დაკავშირებით. რადგან ლამაზია აუცილებლად სულელი უნდა იყოს, იმიტომ რომ მას არ ჭირდება დაუშვათ არც ინტელექტი, არც განათლება, არც ჭკუა და კიდე სხვა რაღაცაც არის მან და აი რა ხდება როდესაც მოდელი უფრო შურია და უფრო ბაკალავრიატის კუთხით ვარ სასურსათო ექსპერტი. ნუ თითქოს სხვა რაფერ შუაშია, მაგრამ ეხლა გეტყვით რა თეორია ჩამომიყალიბდა თვითონ ჩემ თავთან. როდესაც ხარ მოდელი, შესაბამისად უნდა იყოს ყოველთვის ფორმაში. ფორმაში ყოფნა თუ რაღაც ისეთი თავიდანვე არა გაქვს გენეტიკურად მონაცემები რომ არასოდეს არ მოიმატო, თავისთავად დიეტებს ითვალისწინებ. ყოველთვის როცა გშია, ანუ როდესაც შიმშილობ. რატო შიმშილობ, შვილო მე? რატო? წადი რა ჭამე? ანუ როცა შიმშილობ, ხო, აი, გონებრივი შესაძლებლობები მაგ დროს მეზღუდება. აი, twin განიცდის შიმშილს და აი, როგორ შეიძლება ყოველთვის მშიერი ადამიანი ხო, ტორტს და ცდილობ არ ჭამ. არა, ტორტს არ ჭამ, შოკოლადს თუ რაღაც სპეციალურად შემთხვევაში შოკოლადს. ხო, საკუთარი თავი და გენეტიკურად რომ არ გაგმიდრეკი. ყოველთვის მგონია რომ აი, ყოველთვის მაქვს ოცნება რომ დავიძინო და 3 კილოს ნაკლებმა გამოვიღვიძო. ანუ ყოველთვის ეგეთი რა ნუ მასე თეში ფაქტობრივად აღარ იქნება. რომ დაიძინო და ცოტა იყო და გათამბა. მარიამ, გეყოფა გამბედაობა იმისა, რომ თქვა შეგიყვარდა მამაკაცი და გამოუტყდა სიყვარულში პირველში. პირველი ნაბიჯს გადავდგამ თუ არა, ეგრეთ ამამად ვერ ვიტყვი, არ ვიცი. აი, ეხლა ვერ ვიტყვი. და ოცნებობთ ქალურ ბედნიერებას და თქვენთვის რა არის ქალური ბედნიერება? ჩემთვის არის რომ გვერდით მყავდეს მამაკაცი ისეთი რომელიც აი საკუთარი თავის რეალიზაციაშიდაც შემიწყობს ხელს. მეც რა თქმა უნდა დავეხმარები იმაში რომ საკუთარ თავში აი ყველას აქვს რაღაც დაფარული რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ისე იცხოვრო რომ არ გამოჩნდეს. ხო მე დადებით თვისებებზე დადებითი კუთხით მსჯელობ რა ეს მინდა რომ ყველაფერი მომწეს საშუალება რომ წარმოაჩენოს საკუთარი თავის და მისი რეალიზაცია. აი ჩემზე ლაპარაკობს. შენ გახასიათებს უმარ. მაიცა კაც. მარიამს აქვს ძალიან ძლიერი ჰოროსკოპი. თვითონ არის კურო. შემფასებელია კურო და ნუ რაღაცა ეტაპზე მესაკუთრეც შეიძლება ითქვას არის, იმიტომ რომ ნუ კურო იცის საგნებზე ადამიანებზე მისი სახელის დარქმევა, ანუ ამბობს რომ ის მას ეკუთვნის მისია. გარდა ამისა, მისი ინდივიდუალური ნიშანი არის მერწყული და ნუ მერწყული თავისუფლების მოყვარული რა თქმა უნდა. როგორ ხომ ყურს ეს მერწყულს. ჩემი და არის მერწყული. ხო, ანუ თქვენი ნიშანი არის ეს ინდივიდუალური დაბადების საათიდან გამომდინარე, რომელიც არის, ანუ საკმაოდ ესეთი თავისუფლების მოყვარული, ყოველთვის შორის ძალიან კარგი ნიშანია და რაც უფრო მეტად მოусმეთ მერწყულებს, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მინდა გითხრათ. მისი, ასე ვთქვათ, იდეალური პარტნიორი ცოტა ესეთი აკადემიური სტილის მამაკაცისაკენ მიდის, როგორც ასეთი ძლიერი უნდა იყოს აუცილებლად, ამბიციური უნდა იყოს ეს მამაკაცი აუცილებლად. დასპეცა რა ამ ხალხზე გული მიხდება ცუდად ისე მომწონს. უნდა შეძლოს რომ შექმნას მისთვის მყარი მატერიალური, ასე ვთქვათ, ბაზა, იმიტომ რომ ნუ კურუები გვინდა ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ რაღაცა ეტაპზე მაინც მატერიალისტები არიან. იმიტომ რომ მართავენ მეორე სახლს და მეორე სახლი კონკრეტულად ეს უკვე ფინანსური შემოსავლის სახლი არის და კუროს ძალიან კარგად ძინავს, როდესაც იცის რომ აქვს სტაბილური შემოსავალი. კი ბატონო. და ნუ ჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ შეგრძნება სტაბილურობის, რა თქმა უნდა, უფრო გაუმყარებს და არ ასე ვთქვათ არ წაართმევს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს მის ცხოვრებაში ბედის და ასე ვთქვათ, ანუ ეს გათხოვების მომენტი შეიძლება რამოდენიმეჯერ მოვიდეს, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი დიდი მეშვიდე სახლი აქვს პარტნიორული ურთიერთობის, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც თულად იღებს ალბათ გადაწყვეტილებას. მე როდესაც გავაკეთე თქვენი წარდგენა, თქვენ ბრძანდებით საქართველოს სილამაზის კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი. რამოდენიმე სილამაზის კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი. და რას ნიშნავს ეს იქნება აგვიხსნათ და ანუ რა მოღვაწეობას ეწევით, რა პერსპექტივა აქვს ამას და ანუ გადის თუ არა საქართველოს საზღვრების გარეთ აი ის ადამიანები, ვინც იღებენ მონაწილეობას. ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. მე თვითონ ეგ ყველაფერი დაიწყო, როდესაც მის პრესა გავხდი მის ტურიზმ პლანეტზე. საბერძნეთში ტარდებოდა 2011 წელს.
მაინც ქართველების ჯობნე რა ყოველს. სომეხი გიზი ვარ ეხლა რა არის თქმა მე შენ მეგობარი ხარ მე საერთოდ ვამბობ მე ქართველები მაინც პირველები არიან. და შემდეგ უკვე მე იქ წავედი როგორც სამოდელო სააგენტოს მენეჯერი, თან პარალელურად მოდელი და მონაწილეობას ვიღებდი და ამ შემთხვევაში ნუ იქ ხალხთან ურთიერთობისას რაღაც ტიტულით თვითონ ჩემთვის ძალიან კარგი იყო მის პრესას, ანუ არა მარტო ვიზუალურ კუთხეს, რაღაც ინტელექტუალურ შეფასებასაც გულისხმობდა და შესაბამისად შემდეგ მოლაპარაკებების წარმოების შედეგად ფრენჩაიზინგი მომწეს, ანუ საქართველოში მე ამ კონკურსის ჩატარების უფლება მომწეს და გამარჯვებულის უკვე საქართველოს სახელით წარდგენის და ნუ ეს უცებ იყო რა, ანუ თითქოს გზას რო გიჩვენებს, რომ შემდეგ მომავალში რა უნდა გააგრძელო. და გადაწყვიტა გამიხსნა საკუთარი სამოდელო სააგენტო, ეგ თამამ განცხადებად ნუ არ მინდა რომ მიიღონ. უბრალოდ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა, რომელიც არ აქვს უბრალოდ საშუალება იმის, რომ რაღაც აგენტოებში იარონ და გადაიხადონ თანხა, მართლა ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და მინდა რომ ეს პორტფოლიოები გავუკეთო, შემდეგ ჩვენ ვებგვერდზე ავტვირთოთ და უშუალოდ არ იყო საქართველოს ბაზარზე ეგ ყველაფერი გათვლილი და უშუალოდ კონკურსებს უკავშირდებით და შემდეგ ისინი არჩევენ გოგონებს და ვუშვებთ საზღვარგარეთ. და ეს როცა თქვენ წამბრძანეთ ეს საბერძნეთში ხდებოდა? საბერძნეთში ხდებოდა. რაღაც ისტორია რო საბერძნეთთან დაკავშირებით მამაკაცს ეხება. ეს რუსი მენეჯერი რო ეს არა ეს იტალიაში იყო. ეს კიდე სხვა ისტორია. რა საინტერესოა, აბა მოგიხევი. საბერძნეთთან დაკავშირებით, ნუ ჩვენ ტრადიციებზე ყველაფერზე იქ საუბრობდი და რა თქმა უნდა, ნუ მკითხეს რომ რატო, ანუ გაუკვირდა ძალიან, რომ როგორ შეიძლება რომ 25 წლის გოგოს ასაკი და თამამად. არასოდეს რო არ ყარები. ძალიან ასაკში ხართ ხო? დამალოთ თქვენ. ძალიან აუცილებლად დამალოთ. არასოდეს როგორ არ ყარებია და მეთქი აი მე როცა შემიყვარდება და მე აუცილებლად იმის მეუღლე უნდა გავხდე, მით შემიყვარდა რაღაც ისეთი ჩემი პრინცი დავხატე და ნუ მკითხეს რომ პრინც ველოდები და მეთქი ხო მე პრინც ველოდები და ნუ მეორე დღეს გოგონები სხვა კონსულზე უნდა გადავეყვანეთ, სადაც ტარდებოდა ნუ ერთ-ერთი შესარჩევი. დამირეკეს რომ აუცილებლად უნდა წამოყვე ამ ერთ-ერთ სპონსორს რა და რომელიც შემდეგ შეგვიერთება ჩვენ ჯგუფ შეუერთდება. ნუ კარგი ხო მიშურჯია მიდის მასთან ერთად და წავედით და ნუ ველაპარაკე მაშინ ეკონომიკური კრიზისი ძალიან აქტუალური თემა იყო საქართველოს საბერძნეთის ურთიერთობები ყველაფერი კოლხმედიაზედაც და ყველაფერზე ნუ გარდა პირადი ურთიერთობებისა და ნუ მკითხა რომ აბა პრინც ველოდები და ეხა სპონსორი ახლა მატერიალური შესაძლებლობები მეთქი მე პრინც ველოდები და არა მეფეს ასაკი იყო ძალიან დიდი და აი სწორედ ამიტომ რომ აი პრინცი რაღაც უფრო ახალგაზრდა წარმომიდგენია და მაინც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რა თქმა უნდა ასაკსაც ხო ნუ არც ისე დიდი მაგრამ რა არის მაქსიმუმი ისი გითაც აღარ ეფიქრობთ მე რომ ნუ რა თქმა უნდა არ მინდა რომ მამა ჩემის ხნის იყოს ჩემი მეორე ნახევარი ხო მაგრამ სადღაც 10-15 წელი არ არის პრობლემა ჩემთვის განსხვავება რა შეყვარებოდა თუ არ შეგვიყვარდა არ ვიცი არ ვიცი აი საკმაოდ კარგად ვარეგულირებ გონებით მე მგონი აი არასოდეს გამოვრიცხავ არაფერს მაგრამ მაინც აი როცა ვიტყვი რომ ამას არ უნდა რაღაც რომ გავთვლი რომ აი ამასთან ურთიერთობა არ უნდა გამომივიდეს ხო ეგრევე ხაზი ესმება იცი რა მაინტერესებს აი მოჭადრაკის თვალით შეფასება მამაკაცის ეს როგორ არის ცოტა უფრო პრაქტიკულია. ანუ გრძნობებს ესე მგონია რომ არასოდეს არ ვიქნები იყურებამდე შეყვარებულები რომ პატარა გოგოები და მაშინ რატო გამართე მოჭადრაკის თვალი იქ საბერძნეთში არა მაინც სწორი სულ აიქნებოდე თუ კი ესე რა ვიცი თავისივე თავს ეწინააღმდეგება მოთხოვნა მაგათაც ვეკითხები არ წვევია ის სიყვარული რომელიც აი ეს შემოფეთებით რო არის და მაგით ხო ეს გული რო აგიფერთ ხალხი მარიამ ამბობ რომ შვილიანი კაცი არასდროს შემიყვარდებაო და ქალი ცოტა ჰუმანურებია უფრო ჰუმანურები არიან ამ შემთხვევაში და შენ რატო ფიქრობ ასე საკუთარი თავის იმედი არ მაქვს ამას ძალიან ისე ვამბობ საკუთარი თავის იმედი არ მაქვს რომ მე როცა აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ზოგადად ეს იქნება სამსახურთან დაკავშირებით მეგობრებთან ანუ ყველაფერთან დაკავშირებით და ბავშვი რომელიც იქნება ჩემი საყვარელი ადამიანის შვილი ხო მე თავისთავად საკუთარ თავს ვაიძულებ რავი რომ იმასაც ისეთივე ყურადღება მივაქციო როგორც მე ჩემს მომავალ შვილს არ გამომივა არა არიცი ნუ იტყვით აი მე ეგრე მგონია არა აქ მეორე მომენტიც არის ეგ შეიძლება ეჭვიანობის ფაქტორიც იყოს შეიძლება ეგეც იმიტომ რომ ნუ დაგვავიწყდება ყურო არის მესაკუთრე ყუროს მას უნდა ეკუთვნოდეს
და აქ როდესაც არის ბავშვის მომენტი, ყოველთვის რაღაცა ეტაპზე ყოფს, ხო? ადამიანი ამ რაღაც სიყვარულს ეცილება, არსებობს ადამიანი, ვისაც ეცილება. შეიძლება რომ ძალიან შეგიყვარდეს ბავშვი, ამას წინასწარ ვერ გას. სიყვარული ისეთი თემაა ზოგადად, რომ ჩვენ რო ხატავ და წარმოგვიდგენია, მე შეიძლება აბსოლუტურად სხვა ადამიანი მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყოს იმ იდეალისგან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვოცნებობთ. შენ გავხართ ერთმანეთს ხასიათით. არა, აბსოლუტურად განსხვავებული. არა. არა, მაგრამ ძალიან იმპულსური, სურპრიზებით სავსე, არასოდეს არ იცი რა შეიძლება გააკეთოს და მე უფრო გეგმებს მიყვები ხომ. და ჯიუტიც არის. კი, ძალიან ჯიუტია. და შეიძლება უცებ დაგირეკოს და კითხვას იცი კონცერტ ჩვენ ახლა მივდივართ სად? ჩინეთში. უცებ ხდება რომ უმარისად. ეს ძალიან ესე იგი სიურპრიზების ხალი ყოფილა. თქვენზე აქვს გავლენა მარიამს? მე უმცროსი დავარ და ზოგადად უმცროსი დების თვისება არის ეგ რომ უფროსებს ყოველთვის ვერვიტყოდი. მარტოსი არ არის. პირადად დანიშნის წარმომადგენელი. მერწყური. უბრალოდ მარი ყოველთვის იმდენად მისაბაძი იყო ბავშვებიდან სულ მახსოვს რა. თქვენ ალბათ მას ხათრს უწევთ, რომ მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვენ მხოლოდ გაქვთ ის დამოკიდებულება უფროს უმცროსობის. არა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირად სულ ამბობდი, რომ მარი ჩემთვის არის ყველაფერი დედა და მერწყულები ძალიან იშვიათად ექცევიან იმას გავლენის ქვეშ. იმდენად თავისუფლები არის. ჩვენ უფრო მეგობრები ვართ, უახლოესი მეგობრები. ლელა გამონაკლისებიც არსებობს. რა თქმა უნდა. კი, გეთანხმებით იმეიკა, კი. კი, გეთანხმები. მარიამ, დღეს თქვენ გელოდებათ სამი პაემანი და მოდით ახლა ვთხოვოთ ჩვენს პირველ კანდიდატს შემოგზანდეს ჩვენთან სტუდიაში და ეს გახლავთ ირაკლი თედორაძე. ძალიან გავაზრდ გამარჯობა. საღამოშვიდობის. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მოვედი დღეს ჩემ მეგობარ თია ცილიკიშვილთან ერთად. ძალიან სასიამოვნო, გვიხარია რომ დღეს მობრძანდით კანდიდატის ესე ვთქვათ როლში და მოდით ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ირაკლი თედორაძე, სამართლის დოქტორი და ეკონომიკის მაგისტრი, ფსიქოკრიმინალისტი. ამბობს, რომ ადამიანის გამოცნობა 99%-ის სიზუსტით შეუძლია. საქართველოდან 12 წლის ასაკში წავიდა. ცხოვრობდა ოქსფორდში, მოსკოვში. მოსკოვში დაბრუნებას ისევ აპირებს, მაგრამ სულჯერ ქართველი ცოლი მოიყვანოს. ყველგან, სადაც ცხოვრობდა, ცდილობდა საქართველოს წარმოეჩინა. მოსკოვში რუსებს ქართულ კულტურას აცნობდა. ოქსფორდში კი ქართულ საღამოებს აწყობდა. არის წმინდა თევდორე მღვდლის შთამომავალი. აპირებს პოლიტიკაში წასვლას. შეყვარებული არ ყოფილა, განათლებულ და გაწონასწორებულ გოგონას ეძებს. მისი ცოლი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს. მომთხოვნია, მაგრამ ცოლის მოთხოვნებსაც შეასრულებს. მასთან ცხოვრება მოსაწყენი არ იქნება. ძალიან საინტერესოა, შესაძლოა ადამიანის შეცდომა რომ შეგიძლიათ ფშხილის ფორმით. ხო. აი როგორია ოთხკუთხედი ფშხილი. ადმინისტრაციულ თითს ეძახიან, მაგას უფრო მართლობისკენ მიდრეკილება აქვს. მე მგონი უბრალოდ ეს მოდაშია. არა, ყველა ალებს ახლა განსაკუთრებით ეს ეგ არის ჰერომანტია ქვია მაგ მეცნიერებას და მაგის მეშვეობით ხელის გულზე. არა მარტო ხელის გულზე, საერთოდ ადამიანის გამოცნობაში რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. არა მარტო ჰერომანტია, არამედ ფიზიოგნომიკა არის ესეთი მეცნიერება. არის ფსიქოკრიმინალისტიკა და პროფესიული ის არის. თქვენი პროფესია შემთხვევით ხონს ხო არ გეშლით პირადი ურთიერთობისაც? არა. აბა მაშინ რატო არ ყოფილიყო შეყვარებული? რავი, ალბათ არ ვიყავი მზად და ასაკის გამო უფრო და ეხლა როგორ თვლით, მომზადეთ უკვე ამ ყველაფრისთვის? ჩემ ასაკში უკვე მე მგონი თავრთები 27 წლის ხართ, ხო, როგორც მე მახსოვს. და ცოლს როგორ გააკონტროლებთ, აი ფსიქო გააკონტროლება რატო უნდა ჭირდებოდეს? ოჯახში გამოიყენებთ? არა, მე მგონი რომ ოჯახში უფრო იმიტომ ქვია ოჯახი, რომ ეს პროფესია და ის უნდა დარჩეს კარებს მიღმა და მაინც ალბათ რაღაცა. არა, მე მგონი ჩემ მეუღლეს არ დაჭირდება გააკონტროლება. არა. არა.
დობა უნდა იყოს მე ვთვლი და ეხლა თუ გასაკონტროლებელი შეიქმნა მასეთი ურთიერთობა ჯობია რომ არც იყოს. იცით რა, ირაკლის შინაგანი ბუნება და აი ეს რასაც ჩვენ გვხედავთ, აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ არის საკმაოდ მგრძნობიარე ემოციური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან გულთან ახლოს მიიტანოს რაღაცები იყოს რომანტიკული ადამიანიც ამავდროულად, იმიტომ რომ მისი ინდივიდუალური ნიშანი არის კირჩხიბი და კირჩხიბი ძალიან ემოციური ადამიანია, რომელიც ორიენტირებულია პარტნიორზე, სახლზე, ოჯახზე. ძალიან ემოციური ფსიქოკრიმინალი. ეგეთი ფსიქოკრიმინალები ეკა საერთოდ ზოგადად წარმატებულები ვერ არიან საკუთარ პროფესიაში. ცივი გონებები. რა თქმა უნდა. თუმცა, რაც შეეხება მის პროფესიას, აბსოლუტურად სწორედ აღარჩეული და მისი მომავალი უფრო მე ესე მგონია მისი რუკიდან გამომდინარე უფრო პოლიტიკასთან ახლოს დგას და უკავშირდება პოლიტიკას. პრეზიდენტობასაც აპირებს როგორც. კი, მაქვს გეგმა. ის ცოდნა რაც მე 20-ში მივიღე, აქ დავნერგო რაღაც სიახლეები და გამოვიყენო. ძალიან კარგია, ნამდვილად შედება ჩვენ ქვეყანას. სიახლეები და კარგი სპეციალისტები, რა თქმა უნდა. და რაც ყველაზე მთავარია, რომ ლამაზი ქალი თქვენთვის არის სიმეტრიული. აი ეს გაგება მაინტერესებს, რას ნიშნავს სიმეტრიული ქალი. ანუ პროპორციებზეა საუბარი? არა მარტო სხეულის, არამედ სახის პროპორციად. ანუ თქვენ წაყვანები ყველა ლამაზები ხართ გოგო. ანუ ჩვენ სიმეტრიულები ვართ. სიმეტრი. და იცი რა მაინტერესებს, აი ქართველ და რუს ქალებს შორის რამე ესეთი განსაკუთრებული. აი მე გამოვარჩევდი რომ ქართველ ქალს მაინც ღირსება აქცო და სხვა. და მეუღლე კათოლიკ ნებავთ აუცილებლად. რუსი ან ევროპელი რომ დომოდა, მოვიყვანდა. ხო, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ნამდვილად გექნებოდა და აი მარიამთან დაკავშირებით. რატომ შეარჩიეთ ის, როდესაც თქვენ ავსებდით დავუშვათ ანკეტას? როგორც გავიგე, უყვარს ჭადრაკის თამაში, არის ლამაზი ფოტოგრაფიებით მე როგორც ავარჩიე და საერთოდ მიყვარს, როდესაც ქალში არის სილამაზეც და გონებრივი შესაძლებლობები. ჭკვიანი ბიჭია რომ და ჭკვიანი ცოლიც უნდა. არ მიყვარს, როდესაც ქალი ლამაზია, მაგრამ შინაგანად დახონძლული არ არის და აი იმ სილამაზის მიღმა სიცარიელე როდესაც იმალება. ან მოჭადრაკია მარიამ. ჭადრაკს მეც თამაშობდი კი. თქვენი მეგობარი რა პროფესიის არის? მე მარკეტოლოგი. მარკეტოლოგი. დიდი ხანია მეგობრობთ. ჩვენ უნივერსიტეტიდან მეგობრობთ, ერთად ვსწავლობდით და უკვე რამდენიმე წელი. აი ქალის თვალით როგორია თქვენი მეგობარი? ირაკლი არის ძალიან ძილი, ძალიან ყურადღებიანი, მართალი ბრძანებით ის არის ძალიან გრძნობიარე პიროვნება, ამავდროულად არის ძალიან მიზანსწრაფული და ცდილობს თავის ცხოვრებაში მაქსიმუმს მიაღწიოს. არის ძალიან კეთილი გულის პატრონი და შეუძლია საერთოდ უცნობ ადამიანსაც კი ხელგაშლილი შეხვდეს და დაეხმაროს. როგორი მეუღლე იქნება? მე ვთვლი რომ იქნება ძალიან ზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლე. იცით რა, აი ირაკლის იდეალური პარტნიორი პირველი, ეს არის ჭკვიანი. მეორე ეს არის ბევრი საერთო თემები და ინტერესი უნდა ქონდეს აუცილებლად, რომ იმ ადამიანთან ქონდეს ბევრი სასაუბრო არა მოიწუროს. და მესამე ეს არის, თვითონ ირაკლის ჰოროსკოპში ჩანს ესე, რომ ცოტა მოგვიანებით აქვს ირაკლის ეს ქორწინება რაღაცა პერიოდის შემდგომ და საკმაოდ მდიდარი ქორწინება აქვს მინდა. რას ნიშნავს? თუ მოგაშეგიყვანდათ მნიშვნელობა მატერიალურ წარმომავლობას ადამიანის. უბრალოდ თავარია რომ მე მისით მოვიხიბლო და ჩემთვის საინტერესო იყოს ეს პიროვნება, თორემ მატერიალურად არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემიძლია რომ შემკვალყოფაზე იყოს, ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ ადამიანი უნდა იყოს იმდენად დახონძლული და საინტერესო ჩემთვის, რომ მასთან ცხოვრება მიყიდეს. რა თქმა უნდა, და როგორი მამა იქნება ირაკლი? მზრუნველი. ეჭვიც არ მეპარება. ხო, ისე სხვადასხვა წინა გადაცემაში როცა მოყვა მის მეგობარს, ცოტა მე მახსოვს უთხარი კიდევაც დაკითხვაზე მგონია თავი ცოტა ცივი ადამიანის დაბეჭდილება და მაგრამ არა, ძალიან რომანტიკული ადამიანია და რაღაცა ფაქტურად რამოდენიმე წუთში ძალიან ბევრი რამე, ესე ვთქვათ, შევიტყვეთ მის შესახებ. თუმცა ცოტა ცვალებადი ხასიათიც აქვს, იმიტომ რომ თავისი პირადი ნიშანი არის ტყუპები. მე მგონი მაგაზე მაინც დამეთანხმებით. კი, მაგაზე დაგეთანხმებით. და მარიამ აი, ყველაფერი მართლა ძალიან კარგი, უბრალოდ ერთი რაღაც მეც მაქვს პრეტენზია ხოლმე იმაზე, რომ შემიძლია ხალხის ცოტათი მაინც გამოცნობა და აი, თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხო ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, რაღაც ისეთი ადამიანი და აი, რაღაც გადამწყვეტ მომენტში, როცა აი
ძალიან გაცეცხლება შეგიძლია ესე მგონი. აი ცეცხლოვანი ვარ. ძალიან. აი როგორ ზუსტად გამოეცნა. მე მგონი ახლა მამაკაც როდესაც საჭირო არის უკან არ უნდა დაიხიოს მგონია და რაღაც თავისი ინტერესი და პრინციპი არ უნდა შეელახოს. ნუ ზოგჯერ შეიძლება კაციც გაცეცხლდეს. არა, კი რა თქმა უნდა. ზომიერების შვენიერ დასმინდა ვკითხო, რა ვფიქრობთ, ირაკლი? ზოგადად მეც მაქვს ძალიან ინტუიცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დისკის რაღაცა მართლა უფლის წუყოს ხოლმე წარმოდგენი, ძალიან დადებითად განვეცხე ამ ადამიანის მიმართ. ძალიან კარგი. თქვენ სურპრიზის მე ვნახოთ. ხო და ველოდებით ახლა აბა სურპრიზი. თუ შეიძლება მოვემზადები. კი ბატონო, დიდი სამონებით დაგითხოვთ ცენას. რა საინტერესოა. რა მაინტერესებს რაღაც დაგვაინტრიგა, ხო? ნეტა რა. შენი ინტუიციით ხო არ ხვდების რა შეიძლება იყოს? არ ვიცი, წარმოდგენა არ აქვს თან ერთად რაღაცა ისეთი უნდა. ხო, აი რა გააკეთოს რაც. აი გოგოს რაც უნდა მოეწონა. მე მგონია რომ ძალიან რაღაცა ისეთი საინტერესო ხუთი შევა. იმედია არ შეგაშინებთ. ნელა გახსენე, ნელა. ნელა. ვაი მიგი. არა, ირაკლი ამას ამბულად არ ველოდებოდი. ვაიმე, ჩემი რავი, მაგრამ აი განსაზღვრული რომ მოიგიკი არა მე. განსა ხო არ მოგწო? როგორ შენერი გოგოა? პრინციპში აქედან ალბათ ხელს არის ბრძოლები. ცოტახანი მოგიყვანეთ რა ბაჭია. ბაჭია, პატარა, ლამაზი, თეთრი და ფუმფულა. განსხვავებული ყველასგან, ესეთი არავის არ. ჰოროსკოპით ვარ კატაკურთხელი. ესე იგი გამოვიცი. ძალიან საყვარელი. მოდი ბაჭია, მოდი. რას არ ქვია? შენ მაინც ბაჭია გამოვაჩინოთ, აბა დაჭდეს. მოდი აკა ბაჭია. რას იზარ? საითკენ წავა ჩვენი ბაჭი. აი, აპლოდისმენტები ირაკლი. დიდი მადლობა. თავისი საჭმელით არის ეს. ოჩახი ირაკლი, ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა, ვთხოვთ ძალიან. ბაჭია დაგვიტოვეთ. ეს საყვარელი ბაჭია. როგორი კარგი საჩქარი. ძალიან. ხოთაშევ ძალიან იშვიათები ესეთ მამაკაცები, რომლებიც ესეთ რაღაცებს ფიქრობენ ქალებისთვის. ეს რაღაცა გასხოვებულია და მომეწონა ძალიან. ბანტი და ვარდი რო. და ნახე როგორი ბანტით არის, ვარდით არის. ძალიან საყვარელია, ძალიან. ეს მოდი ჩემთან, მოდი და მე ხავ მე და შენ გამოვაცხადოთ რეკლამა, ხო? რეკლამა იმედის არის. ჩვენ დავბრუნდით ეთერშია ხანომა და ჩვენი სტუმარი გახლავთ მარიამ ნიქაბაძე და ჩვენს ჩაცმულობაზე ალბათ ეკა არაჩვეულებად გამოიყურებინე ნიკო და მე ძალიან მომწონს ჩემი კაბა და ჩვენთვის ეს ულამაზესი კაბები შექმნა მოდების ახმათიკო და ნინო და მაღაზია მოდარტმა და დიდი მადლობა მათ ამისთვის და მარიამ, მოდით მოვიწვიეთ შემდეგი კანდიდატი, ეს გახლავთ უმან სადიკოვი. Не печалься, и душу себе не рви, я тебя очень прошу, ты меня пойми, и горе, и счастье есть у любви, если есть свидание, но есть и разлуки, не печалься, обещаю скоро вернусь, чуть подожди, на ноги встану я скоро, а когда наши сердца станут вместе, не буду судить нашу жизнь строго, малышка, хочу просто оказаться рядом, обнять, целовать, за волосы ласкать, я ведь знаю, ты тоже хочешь быть рядом, друг без друга жизнь называем адом, я к тебе хочу, поверь мне, милая, всей душой стремлюсь и к тебе рвусь, сейчас не могу, не выдержу, сорвусь, успокаиваю твои слова, я дождусь, как тебе знать, что я тобой душу, когда вспоминаю те дни, сильно грушу, опять в любовь меня сжигает, и вот я горю, но
пламя не гашу. Как тебе знать, что я тобой душу? Когда вспоминаю те дни, сильно грушу. Опять любовь меня сжигает, и вот я горю, но пламя не гашу. გამარჯობა. გამარჯობა. ეგ შემგან. მარტო. რაფერს. საღამოშიდობის ომან. გამარჯობათ. გაგვაცანით თქვენი მეგობარი. მე მოვედი დღეს ჩემ მეგობართან, ბავშვობის მეგობართან ანნა შარბათიანთან ერთად და ძალიან სასიამოვნო. მოდით ნახოთ სიუჟეტი. უმან სადიკოვი დაამთავრა 105 საშუალო სკოლა. სურს გახდეს მსახიობი. არის მხიარული, ეპატაჟური და სიცოცხლის მოყვარე. ეროვნებით აზერბაიჯანელია, მაგრამ აზერბაიჯანში ცხოვრებას არ აპირებს. თვლის, რომ მისი ადგილი ჰოლივუდშია. ოცნებობს გახდეს ვარსკვლავი. მეგობრები მსახიობ ეშტონ კაჩერს ადარებენ, გარეგნობითაც და სამსახიობო მონაცემებითაც. კომპლექსები საერთოდ არ აქვს. თვლის, რომ იდეალური მამაკაცია და ამას გოგონებიც ამჩნევენ. ქალაბიჭაქალები არ მოსწონს, მოგზალებული გოგონები ხიბლავს. შესაძლოა ცოლად ქრისტიანი ქალი შეირთოს. მისი წინაპრები უკვე 300 წელია საქართველოში ცხოვრობენ. ქორწილში მხოლოდ ახალგაზრდებს დაპატიჟებს. თავად სმოკინგში გამოეწყობა, სტუმრებს კი კონიაკით და ვისკით გაუმასპინძლდება. ძალიან კარგი, იმან. მე მახსოვს, რომ ერთ-ერთი გადაცემის დროს თქვენ იჯექით აიქ მაყურებლებში და მთხოვეთ დახმარებას. რამდენად შეგიძლიათ დამეხმარო? რა შეგიძლიათ? მე აქ დღეს მოვედი და ერთი გოგო ძალიან მომეწონა. ვინ მოგეწონათ? ჩემს უკანზე და ვაუ, ჩემი ნაკრა. თქვენს უკანზის? აბა გვაჩვენეთ რომელია. მეუბნები დღეს რა ფეხსევა. რა ფეხი თქვენს მოგწონთ? ჩვენი რა ფეხზე მომსულა ზუსტ მიდიან. ლელა, კარგი საქმეა. მოიყვანე ხალხი აქ. გამოაჩინეთ. შემდეგ გადაცემაში მოხვალთ ჩვენთან. დღეს პირველად ნახეთ ეს გოგო თუ გინახავთ სხვა დღეს. პირველად ნახეთ და მოგეწონათ. და შემდეგ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებით. ძალიან კარგი. მე გელოდებოდით იმ გოგოსთან ერთად, მაგრამ ეს გოგო არ აღმოჩნდა თქვენთან ერთად. მოგვიყეთ რა მოხდა. ჩვენ შორს ისეთი არაფერი არ მოხდა, მაგრამ გოგო ვარზე წავიდა, არ ვიცი რა. ანუ და ეხა მოხვედით რომ თავიდან სადოთ ბედი და ახლიდან. კი. ძალიან სიმპათიური ხარ. თქვენგან მართლა სასიამოვნოა. ჩემო კარგო, საამოდელო სააგენტოში ხართ ხო თქვენ? კი. და ეხლა მიემგზავრეთ ესპანეთში. კი. მე მივდივარ მეუღლეს რომ მოვიყვან მერე და ეს მიდის ახლა. ხო. მე ვანახებ თემსოფლიოს, ასე კი არ არის. კი, მე ვარ ანუ სამოდელოში და სახელმწიფოს New Star. New Star. კი. და სადღაც ეგ სამოდელი არსებობს 12 წელია და მე იქ ვარ 1 წელია სადღაც. ალბათ ძალიან პოპულარული ხარ ხო გოგოებში? საკმაოდ. მეგობრები საკმაოდ. თქვენ დიდი ხანია მეგობრები? ბავშვობის მეგობრები ვართ, სკოლაშიც მეგობრობდით და რა ვიცი, ძალიან პოზიტიური ადამიანია, საკმაოდ ზედმეტად. ანუ ყურადღების ცენტრშია ყოველთვის. რა თქმა უნდა, მე არ წარმომიდგენია ვინმე სამ სკოლაში კი არა და მთელ სამეგობროში ყველა უმანაზე ლაპარაკობს, აი უმანა იყო და რაღაც ანუ ყველა იცნობს, ნუ კარგი. უმან რამდენი წლის ხარ? 19. ну ფრასაკია. მანი ამბობს რომ მე არ ვიქნებიო ტრადიციულიო აზერბაიჯანელი ქმარიო და რას ნიშნავს, აბა როგორი იქნება? ანუ საერთოდ მე რაც გავიზარდე, რაც ვნახე რა ხდება ამ ცხოვრებაში, ასე რომ ვთქვათ, სულ ვცდილობ რომ გამსვლავდე სხვებისგან და გინდ როგორც ახალგაზრდა, გინდ როგორც შვილი, გინდ როგორც მეგობარი და ასევე მომავალში იქნება როგორც ქმარი. ანუ ვცდილობ სულ უფრო თანამედროვად, უფრო თანამედროვად თავისუფლად ვიცხოვრო. ეს ქარიანი ქალები რას ნიშნავს? თავში ქარი რო აქვს თუ არ მომწონს? ანუ როგორ გითხრათ? თავქარიანი. კი, ანუ არ იციან რა უნდათ.
არასტაბილურ ადამიანებზე არასტაბილურ. და მე ძალიან მომეწონა რომ ძალიან მინდა რომ გავხდე პოპულარულია და მსახიობ და მამა მითხრა რომ მსახიობ შეათო. რატო შეათო? შეერი მსახიობი გყავს ვინმე ახობელი. არა. ეთქობა მამას აყავს ნაცნობობაში. არა, ეთქობა არასერიოზულ პროფესიად აღიქვამენ ამას და იმიტომ და რატო შეერჩიე მარიამი? პირველ რიგში მომეწონა სიმაღლე, ასე რომ მე გოგოებში სიმაღლეს ვუყურებ. და სიმაღლეს მომეწონა და ტანისაც მომეწონა და ანუ გარეგნო. კარგი გოგოა. ანუ გარეგნო გოგოა. კი. მარიამ ნახე როგორი სიმპათია. არა ჩვეულებრივი. სიმართლე ლამაზია. თან სხვათა შორის ძალიან კაი მომავალი აქვს, მინდა გითხრა. ეხლა ცოტა მოჭადრაკის თვალით შეხედე. აი მე ხა არა მარტო მოჭადრაკეს როგორც სამოთლოს აგიტოს ხელმძღვანელის თვალითაც ვუყურებ. აი თავისი ამბები. შემოთავაზება შეიძლება კონდეს. შეიძლება კონდეს. ხო, ნუ უმანას ძალიან ესეთი ძლიერი კარმული პროგრამით არის დაბადებული, რომელიც ძალიან დიდ კარიერას აძლევს ცხოვრებაში. მას ექნება საკმაოდ დიდი შანსები, რომ მიაღწიოს ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში, იმის შესაძლებლობაც გექნება ჩემო კარგო, რომ ჰოლივუდშიც იმოღვაწეო და ამერწმუნე. ეშტო კაჩერსაც კი, იქ რაღაცა პატარა კონკურენციის ამბავიც ექნებათ და შეიძლება ჩაანაცვლოს კი. ეშტონი შეიძლება ჩაა. და მოსწონს ესპანელი ქალი. რაც შეეხება პარტნიორებს, ნუ ჭირდება პირველ რიგში ძალიან ერთგული პარტნიორი, რომელიც რაღაც უფრო დაუთმობს ასპარეს, ასე ვთქვათ, მას ცხოვრებაში და შეძლებს, რომ მისი ცხოვრების რიტმით და ნაბიჯით იაროს. ეს მისთვის აუცილებელი ფაქტორი არის კარგი ურთიერთობისათვის, თუმცა ცოტა მოგვიანებით მოდის ეს მომენტი მის ცხოვრებაში, ჯერჯერობით ნამდვილად არ დადგება, მაგრამ საკმაოდ ისეთი ძლიერი მამაკაცის პოზიცია ექნება, ნებიანის, ცეცხლოვანის და ასე შემდეგ, ასე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უმანი ჯერ არ არის ოჯახის შესაქმნელად, იმიტომ რომ მას ჯერ პირველ რიგში უნდა რომ თავისი კარიერა გაიკეთოს და ეს უფრო სწორია უმანი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ ოჯახი შექმნა, თან მე ვფიქრობ, რომ ეს გარეგნობა რომელიც გაკაუცბოთ და გამოიყენო და მართლა უნდა გახვიდე ფართო ასპარეზზე. ჩვენ წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით და გთხოვთ მივძანდეთ თქვენს. მადლობა. ადამიანი, როდესაც ესეთ ლამაზი იბადება, იმას უკვე რაღაცა ნახევარი გზა გარანტირებული აქვს იმისი, რომ წარმატებულია და კიდე ხარ რა კუთხით უყურებდი? აი როგორც მამაკაცის კუთხით, რა კუთხით უყურეთ? ანუ შეეფერება და შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც ჭირდება პოდიუმს დღეს. არა, ძალიან ეფექტური არის. მე აბსოლუტურად სუფთა საქმიანი კუთხით ვამბობ, რომ აი ძალიან ეფექტური არის და უკვე წარმოდგენი მყავს სცენაზე როგორ იქნება. ეს ლამაზი ქმარი გინდა. როგორც პარტნიორი, არ ვიცი. საშიშია. ხო, იმ კუთხით. ცოტა სანერვიულო თემაა. ცოტა არა ძალიან. ხმარმა მე უნდა მომიაროს და არა პირიქით. ამ ეტაპზე სამოდელოს ბიზნესი ჯობია. ხო, ნუ რავი, ეგ რო ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც საინტერესო წინადადებები მქონდეს მომანთან. ძალიან კარგი. ჩვენ გადაცემაში შეიძლება ორი კურდღელი დაიჭირო, ბიზნესი და პირი. ერთი კურდღელი უკვე დავიჭირე. სამი კურდღელის ამბავია. მოდი ახლა ჩვენ ვთხოვოთ ჩვენს მესამე კანდიდატს, ეს გახავთ არჩილ გველესიანი. გამარჯობა. რატო? გამარჯობა. გაგიმარჯოს. გამარჯობა. ჯეჯაბი ვანარ დაგემართა. ნამდვილად დაგვემართა. გივი ჯაფარიძე იგივე გიგო. ესე იგი თქვენ ადგილები შეცვალეთ, ხო? ადგილები შევცვალეთ. პრინციპში მე ვიყავი მეჯვარე, ახლა ეს. ხო დაგვკვირდით რომ მე ჩვენ მოვალთ ერთ-ერთი კანდიდატის როლშიო. აი მოვეკით. მოდი ჯერ ნახოთ სიუჟეტი და მე გავაგზავნოთ ლაპარაკი. არჩილ გველესიანი, მსახიობი. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომი მამას მიუტანა. თავად კი მსახიობობას განაგრძობს. მუშაობს ნანა კვასხვაძის შემოქმედებით სახელოსნოში. მეოთხე კლასში მასწავლებელი შეუყვარდა. მისთვის ბუფეტიდან ეგრეთ წოდებული კატლეტიანი პურები მოჰქონდა. 13 წლის ასაკში რუსი ეროვნების გოგონა შეუყვარდა. მის გამო რუსული ისწავლა. მას შემდეგ სიყვარულის ობიექტი არ ჰყავს. უყვარს წვიმა. სურს ჰყავდეს ცოლი, რომელსაც ფორტეპიანოზე დაკვრა ეცოდინება.
ამბობს, რომ ქალს შეუძლია ყველაზე ბედნიერი გახადოს და ყველაზე უბედურიც. პირობას იძლევა, რომ მისაბაძი ქმარი იქნება. სჯერა სასწაულების. სურს თავის შეყვარებულს რომეო და ჯულიეტადან მონოლოგი წაუკითხოს. რამე არ მომეწონა? არ როგორ არა, სწორედ ვეწვევით ხაზი გავუსვი. და რომეოს გებხარ მართლა? თამაშობს რომეოს. ცხოვრებაშიც გავს რომეოს. შეიძლება გავდეთ. გავს. გავს კი. გავს ისეთ ხასიათი მომატებული რომეო, ესეთ ფერხორციანი რომეო. თამაშობს, დღემდე თამაშობს. მაგას არ მიშოვნა. რეალურად ვამ. ცხოვრებაში აი ესეთი ბუნება აქვს, რომ ძალიან გავს რომეოს ხასიათს რა. შეუძლია თავი გაწიროს სიყვარულისთვის რომეოსავი? კი. შენ აიცი. ვიცი. ხო, შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ადამიანი, როდესაც შეყვარებული არის, სიყვარულის გამო თავსაც გაწირავს. აი ხა რეალურად თქვი რატომ ახლა? რატომ მოვედი? ხო. სიმართლე გითხრა შენ სანახავად. ხო და მაგიტომ რა მაგარია. სო, ანუ დავჭით მე და ეს ბიჭი მომღერალი? მართლა. თვითმა ამბავი მომიტანა და იმიტომ მე ხო ვანგავარ. რა საინტერესოა, კარგი ამბები ხდება გადაცემაში. არჩილზე რას ფიქრობ? იცი რა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიჭია. რეალისტია. როგორც მე მახსოვს, მისი ჰოროსკოპი, საკმაოდ გამოხატული. ხოთიშორის ცოტა ის კრიტიკის და სარკაზმის მომენტი აქვს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მეც არ დაგჭები ვალში. იმიტომ ძალიან აქტიურია ქალწული. წაიკითხე ლელა რა ძალიან თხოვი აქტიურია, ესე იგი ბუნებით რეალისტიაო. ურთიერთობაში ყოფილა გადასარევი, უყვარს მაჭამა, კეიფი. მეგობრები მხიარულია, მაჟორულია, ხელოვანი ადამიანები. და სერენადების ქორწინება აქვსო. მე აქვსო? აქვსო ქორწინებაო მასზე უფროს ქალბატონთან. ქერა ხვარი და მინორია ეს ამბავი. ქერა ეს გოგოვო. ესე იგი ნუ დახვარი წება სახელი მისი. ნუ დანიწყება და ქერა არისო და გადაცემის წამყვანი არისო იმედზეო. რომელიც ხზე იწყება. ხოდა. მეგობრები ხავს გადასარევი. გადასარევი. წამყვანებიო ერთის ლწვა და ეგ გოჯი არ წერია მანდა, გოჯი. გოჯიც წერია. მოიცა თიც ამოუსმენს. მომწერია. ჩემო კარგო, ეხლა მოდი სერიოზულად დავუბრუნდეთ თემას და ჩვენ მართლა გვაინტერესებს რატომ შეარჩიე მარიამ? შეიძლება მარიამ შეხედო და არ შეარჩიო? მომეცი სათვალე. ოჩახ რომეო. აბა. სერენადების როგორი. თქვენ შენივრად გამოიყურეთ. მოიცა სერენადების მაგრამ ჩემი გემოვნება იქნებ რაღაცა სერენადა. ჭრი შენი სერენადების. არ ჩემი სერენადები? ამ სერენადები ძალიან მაგარია. იქნებ რაღაცა აი გვაჩვენო, როგორ ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მეკონდა. ლამაზი იყო. აგიხსნათ როგორ მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვეებული ბიჭები იდგნენ, მითქან დაკება, კომპოზიცია. ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს, ვერ ბედავდნენ ჩუმად სიცილსაც და როდის ერთმა მათგანმა იმ გაქვეებულ ჭაბუკებს შორის ძლივს ამოღერღა, თან დაამთქნარა. ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი. ძალიან საყვარელი ბიჭია. ой, რაღაცა დიდი სამანევით მეგობრებდი არჩილთან, იმიტომ რაღაც საოცრად დადებითი ენერგეტიკა მოდის ამ ადამიანისგან. რატო ამოვარ ჩემ მარიამი კიდე აქვე? ხაზ გავუსვამ. აბა. მე არა მომირჩევია. გიგო მომორჩა. არა, ეხა რა ხდება? მე შენი თავის სიყვარულმა მომაწონდა. აი, ხედავ რომ მომცადიწე. მე ვათხოვე, ჩემი თვალები და ყოფილიყავ თუ ლუშორეს დაუწტობ ნაპირს ვრცელი ზღვის იქით, თუმცა არა ვარ, მე მეზღვაური წამოვიდოდი. მოგძებნდი ასეთ საუნჯეს.
აი რომეომ სადიფექთა. აი რომეო. რა ვიცი, ნუ მოკლედ მოხიბლად თქვენი მომგალით. ძალიან პოზიტიური ადამიანია და თავს გძნობ კარგად. თავს გძნობ როგორც ჯულია. მარიამ თქვენ ფორტეპიანოზე უკრავთ? აი მე 64 უჯრაზე უკრავ ჭადრაკის. და ნერვებზე უკრავ კარგად. მე მინდა ეხლა მარიამ მის დას მინდა ვკითხო ეხლა, ნუ აი ვერ გავიგე რა ხდება და ოპელი. მე რა უნდა გავიგოთ, იქნებ თვითონ მათ ვკითხოთ. რა ხდება? მაინც ეხლა ბევრი რომ არ ესე ვთქვათ ვიხუმროთ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არჩილი მოვიდა იმისთვის, რომ ესე ვთქვათ იმედის საიტზე შეარჩია მარიამი და დიდი მადლობა რომ გააკეთე ეს არჩევანი, ვნახოთ როგორ არჩევანს გააკეთეს მარიამი, ასე რომ დროებით გემშვიდობებით. დროებით. მადლობა. რადგან კვლავ მინდა რომ ვიყოთ ერთად. გშორდები, რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან. დროებით. მადლობთ, რა თქმა მარიამ. ნუ ვიხალისე და ვიმხიარდე, ძალიან საინტერესო იყო და დადებითად ვარ დამუხტული. რაც შეეხება ყველას, ხო? არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან და დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი სამივესთან. სამივესთან. კი, აი მაგრამ მეორესთან მაინც უფრო საქმიან ურთიერთობას. ხო, მეორესთან უფრო საქმიან ურთიერთობას დავჭერდი ალბათ. ხო, სხვათა შორის მართლა ყოველგვარი ესე ვთქვათ. არა, კი, რა თქმა უნდა, არ ხუმრობ ამ შემთხვევაში. არაჩვეულებრივია. არ ვიცი როგორ არჩევანს გავაკეთებ, მაგრამ ეს ყვავილები ძალიან ლამაზია და არაჩვეულებრივი ყვავილები მოგართვეს ჩვენმა კანდიდატებმა და ეს სპეციალურად დაამზადა მაღაზიამ ბუკეტ შოპჯი. ძალიან ლამაზია ხერხი. მარიამ, ჩვენ დაველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს. ძალიან რთულ წინაშე ხარ ამოცანის, ძალიან. ეხლა გავდივარ ისე რომ წარმოგვიდგინოთ არ მაქვს რა გადაწყვეტილებით შემოვა. აი რომ გახვალ მე გადაწყვეტილება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რეკლამის მერე ვნახავთ როგორ არჩევანს გააკეთებს მარიამ. ჩვენ დავბრუნდით ეთერშია ხანუმა და ეკა კარნახობ შენი ინტუიცია გამოვა ვინმესთან ერთად. არაჩვეულებრივია სამივე კანდიდატი. ნუ რა თქმა უნდა, როგორც მეუღლე, ესეთი სერიოზული, გაწონასწორებული, კულტურული, საქმიანი, განათლებული ადამიანი ეს არის ირაკლი. მე გეთანხმები, რომ ირაკლი ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად შესაფერისი არის მარიამისთვის. რაც შეეხება უმანს, მე ვფიქრობ, უმანმა ძალიან დიდი ხანი ცოლი არ უნდა მოიყვანოს, იმიტომ რომ მას ხარამე შეჭირდება თავისი ლამაზე და ვფიქრობ, რომ მასაკიც ესე ვთქვათ პატარა აქვს და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს მისი გარეგნობის გამო და ამიტომ ვერს მიაღწევს და შესაბამისად თუ ის ცოლს მოიყვანს, ის ცოლი მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად იეჭვენებს და შეჭამს თავისი ეჭვით, ცოტა ხანი უმანმა არ უნდა მოიყვანოს. რაც შეეხება არჩილს ბევრი ქალი მოწონს ერთად. ყველა ლამაზი ვინც არის, ყველა უყვარს, ყველა მოწონს, ძალიან ემოციური შვენიერი ბიჭია, მაგრამ ჯერ თვითონაც ჩამოუყალიბებელია, იმიტომ რომ ბევრი ქალი ერთად მოწონს და ბევრი თოთ არ გაყვება ცოლად. და ბევრი როლი აქვს წინ სათამაშო. ჯერ ითამაშოს. ნინიკო. ნუ მეც აბსოლუტურად გეთანხმებით. ალბათ სავარაუდოდ უფრო ირაკლი. მათ შორის ძალიან დიდი შანსია გამომიდეს მართლაც ძალიან კარგი სტაბილური ურთიერთობა. ძალიან კარგი. ჩვენ პატარა შეჯამება გავაკეთეთ. მოდით ახლა ვნახოთ ერთად როგორი არჩევანი გააკეთა მარიამმა. ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა მარიამმა, რომ აირჩია. ჩემი დისკული მოიგო, ძალიან საჩუქრ შევიდა. საჩუქრია, გილოცავთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გვყავს წყვილი. თქვენ კი იყავით უფრო გაბედულები. შეავსეთ ანკეტა იმედის საიტზე და იპოვნეთ თქვენი მეორე ნახევარი გადაცემაში. ხანუმა.